Advokata asociatsiis არჩევნები ჩვენს პროფესიაში შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ეს არის წლის მოვლენა. მურჩა პირველი ტური ძიმე წინასაარჩევნო კამპანიის და პერიოდის შემდეგ. დიდი აქტიურობა, მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ამ არჩევნებში 5650-მა ადვოკატმა. ჩვენ მაქსიმალურად ამ 2 დღის განმავლობაში ძალიან დემოკრატიულად გამჭვირვალეთ შევქმნით ყველა პირობა, რომ ადვოკატებმა გამოხატონ თავიანთი ნება და მისცენ თავიანთ რჩეულს ხმა მომავალი 4 წლის განმავლობაში, რათა მმართველმა ორგანოებმა განაგრძონ ის საქმიანობა, რაც დაწყებული გვაქვს ამდენი ხნის განმავლობაში. შესაძლებელია ნებისმიერი პირისთვის, თქვენი მსმენელისთვის ის ფაქტი, რომ ირაკლი ყანდაშვილს უფრო მეტი ხმა ჰქონდა მიღებული თითქოს და რაც ასოცირდებოდეს მის გამარჯვებასთან, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგი პირველი ტურით არ განისაზღვრა, მაგრამ ესე არ არის. პირველად ასოციაციის ისტორიაში მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა, ვისაც ასოციაციის ძირითადი ბაზა არ უჭერდა მხარს, მიიღო იმდენი ხმა, რაც ირაკლი ჩომახაშვილმა. მნიშვნელოვანია, რომ მეორე ტური შეეხება მხოლოდ და მხოლოდ თავმჯდომარის კანდიდატურას, იმიტომ რომ პირდაპირ არის გათვალისწინებული შესაბამის ნორმატიულ აქტში, რომ პირველ თავმჯდომარე უნდა შეიძლება გამოვლენილი იქნეს თავმჯდომარე მხოლოდ გამარჯვებულად მიიჩნევა ის პირი, ვინც მოაგროვა მონაწილე პირთა 50 და პლუს 1%. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ეს ბარიერი გადალახული ვერ იქნა, მხოლოდ თავმჯდომარის მიმართ და დაინიშნება მეორე ტური, რომელიც უნდა ჩატარდეს ძირითადი არჩევნების გამართვიდან არაუმატეს 14 დღის. ასოციაციამ აჩვენოს, რომ უნდა თავისუფლება, დამოუკიდებლობა, პროფესიული, ეთიკური მაღალი სტანდარტების დაცვა, ცვლილებების დროა. ასოციაციაც სჭირდება განახლება და ჭირდება აჩვენოს მართლმსაჯულების სისტემას, რომ ადვოკატებს მოექცნენ მეტი პატივისცემით. ვიდრე დღეს ვხედავ, დღეს მე ძალიან ბევრ სისტემურ პრობლემას ვხედავ. ასოციაცია სჭირდება ამ ორგანოებში სანდო, ეთიკური, გამოცდილი, თავისუფალი, დამოუკიდებელი ადვოკატები. მესამე ადგილზე გასულმა ოპოზიციურმა, ესე ვთქვათ, ფრჩხილებში კანდიდატმა მოხრან ბურცგაიამ მიიღო 300-ზე მეტი ხმა. ჯამში თამამაჩაგვილია ვთქვათ, რომ არა ასოციაციის მხარდაჭერილი კანდიდატების ხმების ჯამი რეალურად მეტია ირაკლი ყანდაშვილის ხმების ჯამზე. რაც ძალიან კარგ და საიმედო პროგნოზებს გვიქმნის მეორე ტურისთვის. შესაბამისად, მოლოდინები ძალიან მაღალია, რომ ირაკლი ჩომახაშვილი გახდება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. უნდა გაიმართოს და დასრულდეს ეს პროცესი წლის ბოლომდე. მოგეხსენებათ, 2 შაბათ-კვირა არის დარჩენილი, ვინაიდან დეკლარირებულიდან ფიზიკურად ვერ ესწრება მის ადმინისტრირება 21-ში, ანუ მომდევნო შაბათს, ბუნებრივია მაღალი ალბათობით ეს იქნება შემდგომი შაბათ-კვირა.